რვავე პოლიტიკური ლიდერის ადვოკატმა ჩაიბარა უკვე საქმის მასალები 36 ტომი ირკვევა რომ მთავარმა საგამოძიებო უწყებამ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ წამოწყებულ სისხლის სამართლის საქმეში გააერთიანა ბოლო 1 წლის განმავლობაში ევროპული მომავლის მცველების წინააღმდეგ წამოწყებული ყველა სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციული წარმოება და პოლიტიკოსებს ედავებიან ახლა სწორედ იმას რომ უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე შეიძლება ითქვას რომ იმ სინდისის პატიმრების საქმეებიც კი არის ჩადებული პოლიტიკოსების წინააღმდეგ საქმეში რომლებიც გასამართლებულები არიან და სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელებს ირკვევა ისიც რომ საქმეში დევს მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის ოქმებიც საქმის მასალებთან ერთად იმ მაკულატურასთან ერთად რომელიც გადაეცათ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების ადვოკატებს გადასცეს მყარი დისკები ის ამ დისკებზე ჩაწერილი არის ფარული ვიდეო აუდიო მასალები ასევე სხვადასხვა სატელევიზიო ეთერებიდან ამოღებული მასალები რომლებიც არის დამუშავებული საპროტესტო აქციებზე გადაღებული კადრები ყველაფერი რაც 1 წლის განმავლობაში ხდებოდა ქვეყანაში აქცია დოკუმენტებად ქართული ოცნების საგამოძიებო უწყებამ და 8 პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ საქმეში ჩადო. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე არის 36 ტომიანი, სრული სერიოზულობით ვაცხადებ და არა იუმორით, რომ მაკულატურა ნიკა მელიასთან ამ საქმის მასალებს, რასაც უბრალოდ თვალი გადავავლე, არანაირი შემხებლობა არ აქვს. 2024 წლის ნოემბრიდან აქციებზე განვითარებული მოვლენები. ის რა გამოძიებებიც მიდიოდა პოლიციაში ეს საქმეები ყველაფერი წამოიღო გენერალურ პროკურატურამ და გააერთიანა. ამიტომ არის ეს საქმე 36 ტომი. ვერ გეტყვით უშუალოდ დანართი არ გამოვიდა ძალიან დიდია, მაგრამ შესაძლოა კი ეს საქმეც იყოს. ყველა აქციაზე, ესე იგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქმეები გენერალურ პროკურატურამ გამოითხოვა პოლიციებიდან და გააერთიანა. რასაც ბოლოს დაარქვა საბოტაჟი. ერთადერთი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შეიძლება პროკურატურის ვერსიით ადასტურებდეს მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები. სხვა ფიზიკურად ვერ იარსებებს. კიდევ და კიდევ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ნიკა გვარამიას ეს სასაცილო დანაშაული საბოტაჟს გულისხმობ არ ჩაუდენია. გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს ვატო შაქარაშვილის და ნანა კაკაბაძის განცხადებების საფუძველზე და თავად ეს ფაქტი ჩემი აზრით მრავლის მეტყველია მათი განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიება ბუნებრივია რომ იქნება ამ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო. საქმეში როგორც ბრალის დადგენილებასთან ერთად კეთებულებათა ნუსხა ეს არის რუსთაველზე აქციების დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურული ნაწილის შეფასებები, ინფრასტრუქტურული ნაწილის ეს არის სკამების და სხვა ნივთების დაზიანების აღწერილობა, ასევე სხვადასხვა გამოკითხვის ოქმების, სხვა პირების, რომელიც არანაირი კავშირი არ აქვს კონკრეტულად მამუკა ხაზარის და ბადრი ჯაფარიძის მიმართებით და ვერანაირი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მათ მონაწილეობას საბოტაჟის ქმედებაში. დავეცნობიან დისკები გადმოგეცეთ. დიახ, გადმომეცა ელექტრონული სახითაც და ასევე ოფში არის თანდართული აღნიშნული ინფორმაციის შესახებ და ესენი არიან რომანოვი ფარცხალაძის სახელობის პროკურატორი, რომელიც ჩვენთან კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილის ედავებიან ზვიგენის სელფთან გადაღების იდეას და ვითომ ამით არის ინსპირირებული შემდეგი ქმედებები, რაც სრულიად ცილიჟია, ხანო. შეიძლება მოგედაუნ თქვენ რატომ რა ცისფერი თვალებია, რატომ არის ვიღაცა ხერა ადამიანი, ზუსტად ესეთი რამე. ამათ არ ჭირდებათ არაფერი, რადგან იმისა, რომ საუკეთესო პატრიოტები ჩასვან ციხეში. ვის აქვს მიცემული ჩვენება, ქართული ოცნების ლიდერების ჩვენებებით თუ მოდი ესე ვთქვათ, მოდი ეს შევაჯამოთ, კუკურის იკინჭილაშვილები ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი არიან და შესაბამისად ბევრი კუკურის იკინჭილაშვილი იქნება ამ საქმის მონაწილე. საქალაქო სასამართლოში როდის ჩატარდება სასამართლო პროცესები პოლიტიკური ლიდერების ჯერჯერობით უცნობია სავარაუდოდ ერთ საქმედ იქნება გაერთიანებული 8 პოლიტიკური ლიდერის სასამართლო პროცესი თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ პროკურატურა დროში შეზღუდული არ არის დაკავებული პოლიტიკოსების საქმეებთან დაკავშირებით რადგან მათთვის არ ითხოვენ პატიმრობის შეფარდებას რაც შეეხება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროცედურების მიხედვით ბრალის წარდგენის შემდეგ
24 საათში უნდა მიმართოს მთავარმა საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს აღკვეთღონიზიებასთან დაკავშირებით. უკვე ვიცით რომ გირაოს ითხოვენ ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან მიმართებაში, ამიტომ არ არის გამორიცხული რომ დღესვე იყოს მათი სასამართლო პროცესი, თუმცა ადვოკატებს ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას არ აწვდიან. დღეს 3 საათზე ჩანიშნული არის კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი. ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმას ედავება, მოსამართლის გაწუწვას ედავება მთავარი საგამოძიებო უწყება. ეს საქმე უკვე დაასკვნით ეტაპზეა, 3 საათზე იქნება სასამართლოს ხდომა დღეს და უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დღეს დაცვისა და ბრალდების მხარეები დაასკვნით სიტყვებს იტყვიან, არ არის გამორიცხული რომ დღესვე დასრულდეს ეს სასამართლო პროცესი და გახდეს ცნობილი ნიკა მელიას განაჩენი. სხვათა შორის მელიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საქმის წარმოება დაიწყო ქართულმა ოცნებამ, მისი გატაცების საქმეზე 10 ნოემბერს ჩაინიშნა სასამართლო პროცესი და ეს ის ხდომა იქნება დღევანდელი სხდომისგან განსხვავებით, სადაც ნიკა მელია რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ პირველად მივა სასამართლო პროცესზე. ჩანიშნული ნიკა მელიას მორიგი ბრალდების საქმე, ეს არის მოგეხსენებათ წყლის შესხმის ეპიზოდთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ წარვადგენთ უკვე ჩვენს პოზიციებს, როგორც მტკიცებულებებთან, ასევე შესაძლოა უკვე დასკვნით სიტყვებთან დაკავშირებით გადავიდეთ ამ ეტაპზე. როგორც იქნა 5 თვის შემდგომ ნიკას გადასცეს მისი, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, სადაც წერია რომ თითქოს და მოძრავი მანქანიდან მან ათეულობით პოლიციას მიაყენეს შეურაცხყოფა, უწოდა მას მონები და ამის შემდგომ იგი დააკავეს, ასე ვთქვათ, როდესაც მიდიოდა ასე ვთქვათ, ინტერვიუს მისაცემად. თუმცა აღნიშნული პროცესი ჩანიშნულია ადმინისტრაციული სამართალ დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით, ჩანიშნულია 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ძალიან საინტერესო იქნება მტკიცებულებებს ნიკა აპირებს აღნიშნულ პროცესზე მოსვლას. როგორ განვითარდება მოვლენები 8 პოლიტიკური ლიდერის საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. საქმის მასალები მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ადვოკატებს უკვე გადასცა, სულ ცოტა ხანში ცნობილი გახდება რა იქნება ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც აპირებენ უმძიმესი ბრალი დაუმტკიცონ პოლიტიკოსებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ელენე ხოშტარიას, ზურა ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს ემუქრება 7-დან 15 წლამდე პატიმრობა, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას კი 2-დან 4 წლამდე. ორი მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება, ნაწილს პოლიტიკოსებისას საბოტაჟს ედავებიან, მეორე ნაწილს კი დამხობის ორგანიზებას.